მოგესალმებით, ჩემო ძვირფასება და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ გავიხიოთ ასეთი თემა, რა უნდა ელოდოთ თქვენ ამ ურთიერთობიდან. აი რა ურთიერთობა შეიძლება ახალი ზოგს ახლა ყავს ახალი პარტნიორი, შეიძლება უკვე მიმდინარეობს, ხო? ნუ ანუ ამ კითხვაზე ვნახოთ ახლა ჩვენ რა თქმა უნდა სიგნიფიკაციას გავაკეთებ და ამ გაშლაში ვნახოთ რამდენად სერიოზულად უნდა რო თქვენმა პარტნიორმა უკვე აიღოს პასუხისმგებლობა, აიღებს თუ არა რა გეგმები აქვს მაგას ამ ურთიერთობაზე და ვნახოთ რა მინიმუმი უნდა ელოდოთ ამ ურთიერთობიდან, რა მაქსიმუმიც უნდა ელოდოთ ამ ურთიერთობიდან. ვნახოთ ახლა სიგნიფიკაცია გავაკეთოთ, შევხედოთ ახლა თქვენ გოგო რა ენერგიებში არის, ბიჭი რა ენერგიებში არის და რა ხდება ახლა თქვენს შორის, რომ ჩვენ ვიცოდეთ რომ ეს თქვენი ურთიერთობა. გოგოს ენერგია. იცით რა არის? აი აქ ახლა როგორი მომენტი გაქვთ? შეიძლება ცოტა დაძაბულება იყოს, ანუ როგორ არის, იცით? даже ვეტყოდი რომ შეიძლება ამ ურთიერთობაში ახლა თქვენ ნახეთ როგორი საინტერესო არის ახლა ეგ ენერგია. არ გამოვრიცხავ იმას, რომ თქვენ ახლა შეიძლება თქვენს გარშემო დგავთ რაღაც დაბრყოლებებს. ანუ ეს რას ნიშნავს? მე არ ვიცი ეს ურთიერთობა სად მიმიყვანს. მე არ ვიცი ეს ურთიერთობა მინდა თუ არა. მე არ ვიცი, ანუ აქ როგორი მომენტი, აქ ფიქრები უფრო არის, ხო? როცა რაღაცა ეთყობა, ნუ არის ესეთი მომენტი, რომ თქვენ თვითონ პრინციპში არც გადიხართ ურთიერთობიდან, თუმცა გაქვს ამის საშუალება, მაგრამ რას მოგცემთ ეს ურთიერთობა, ამაზეც სულ ფიქრობთ, რომ აი თითქოს როგორ არის, იცით, რომ აქ ყოველთვის ადამიანს აქვს გასვლის უფლება, საშუალება, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ რაღაცა აჩერებს კიდე. შეიძლება თქვენ თვითონაც ბლოკავთ რაღაც მომენტებს რა, მაგ კიდე რა ხდება? კი, აი თასების დედო ფალე არის, კი ბატონო, გრძნობა კი მოიმე როგორ მოდის? კი ბატონო, კი. როგორ არის, იცით, თქვენ თითქონ აი იმის მიუხედავად, რომ ხათ, კაი, თასების დედო ფალე უფრო ფიქრობს ემოციებზე, უფრო ფიქრობს, ანუ იმაზე კარგად მინდა ვიყო, მაგრამ ამავე დროს აქ არის ენერგია კიდე გვერდხების დედოფლის, გვერდხების დედოფალი, ანუ ეს შემოსწავლები მიხვდებიან მე-6 ენერგია გვერდხების, ხო ხედავთ? ანუ ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ეს ქალი მოქმედი ქალი, ანუ დაუშვათ ახლა თქვენ შეიძლება ეძებთ კითხვებზე პასუხებს. იმიტომ რომ მერვე ენერგიაში, ანუ მე ვფიქრობ, მე ვეძებ გამოსავალს, მე აი ვცდილობ რომ რაღაცა დაუშვათ ეს თუნდაც, ნუ აქ даже შიშებზეც არ ვეტყვი მე, არა. აქ არ მოდის ენერგია შიშები, აქ მოდის ენერგია იმისი, რომ შეიძლება თუ დაუშვათ თქვენ დიდი ხანია ხართ ურთიერთობაში, ხო? და გამოსვლა გინდათ, არ იცით როგორ უნდა გამოხვიდეთ, იმიტომ რომ პრინციპში ნახეთ რაღაცა ნაწილი თან არა ისეთი პატარა რაღაცა გახარებთ თქვენ მაინც ურთიერთობაში. შეიძლება რაღაცები არ მოგწონთ და ამიტომ ხართ აი ასე სულ ფიქრებში, რომ თუ ხა არც ისე ცუდად ვარ, მაგრამ თითქოს რაღაცნაირად აი ბოლომდე კმაყოფილებას ვერ ვხედავ მე იმის მიუხედავად, რომ აქ გამოვიდა 10-იანი თასების რა. იმიტომ რომ ისეთი ენერგია იკითხება, რომ აი თქვენ თვითონ ასეთ სიტუაციაში, ანუ ქმნით თქვენთვის ამ ბედნიერებას რაღაცნაირად, ხო მივხვდეთ რა? მაგრამ მაინც უფრო რაღაცა გბოჭავთ, მაინც რაღაცა არ გაძლევთ თქვენ სრულყოფილად იყოთ, აი ისე ბედნიერი, როგორც თქვენ გინდათ რომ იყოთ ამ ურთიერთობაში. ნახოთ ახლა ბიჭი როგორ ურთიერთობა, აჰა, ბიჭი აქ ახლა არის ბიჭი არის აქ ცოტა ისეთ ენერგიაში, ნახეთ მეორე ენერგია თან ახლა არის ყურუმის ენერგია. შეიძლება აი ბიჭისთვის კი საერთოდ აი დავუშვათ ორში დაბადებული. ანუ საერთოდ მეორე ენერგია რა არის, იცით, როცა ადამიანი საკმაოდ ახლა
მაგრამ ჩვენ ახლა ამის დახასიათებას არ ვაკეთებთ, ჩვენ ვაკეთებთ ახლა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა აი ამ ურთიერთობაში, ახლა ამ წუთში რა ენერგიაში არის. ისეთ რაღაცას შეიძლება მალავს, არ გამოვრიცხავ, რომ ეს ადამიანი რაღაცას მალავს. შეიძლება მაგრამ მაღალი არკანები მოდის მაგაზეც, იცით? გოგოებო, აქ კიდე ვინმესთვის იქნება ურთიერთობა, ნახეთ, შეიძლება ან ძალიან ხანძლივი არის, ან კიდე საჯარო გაშლა, ამიტომ ბევრი რა თქმა უნდა იქნება სიგნიფიკაცია შენათქვამი, ვარიანტები. ან შეიძლება დიდი ხანი არის ეს ურთიერთობა და არაფერი არ იცვლება, იმიტომ რომ ვარსკვლავს აქ აი ესეთი მომენტი, რომ ერთი და იგივე, არაფერი არ იცვლება. თან პლუს კიდე ურთიერთობა შეიძლება დიდ მანძილზე არის. ეს მანძილი კიდე შეიძლება იყოს როგორი, იცით? თქვენ შეიძლება ერთად ცხოვრობდეთ, მაგრამ მანძილი იყოს თქვენს განვითარებაში. ეგაც შეიძლება იყოს, იმიტომ რომ დაუშვოთ, თქვენ ვითარდებით, თქვენ სულ ეძებთ რაღაცა გამოსავალს, თქვენ სულ ეძებთ რა კიდე მომიტანს მე დაუშვოთ ბედნიერებას, ან შეიძლება ფიქრობთ უკვე, აქ ვითარდება ქალი ყველა ვარიანტში. ბიჭიც არ არის ახლა რო გითხრათ, რო თქვათ ახლა უტვინო და რამე არავითარ შემთხვევაში, უბრალოდ ამ ადამიანს აქ როგორი მომენტი, იცით? აი თითქოს ეწინააღმდეგება რაღაცას, გაიგეთ? აი თითქოს თავის ზღვრებს იცავს, კი, იმიტომ რომ აქ ნახეთ როგორი მომენტი აქ ამ ბიჭს. სხვათა შორის აი ესეთ როგორი საინტერესო მომენტი, რაღაცას მალავს, მე მგონი შეიძლება даже ეს ამას უნდა მასშტაბურს ებრძვის წინსვლაზე ფიქრობს. რაღაცა ინფორმაციას ეძებს რაზე. გოგოებო, იცით რა არის? აი აქ სხვათა შორის ესეთი ბიჭი არის, რომელიც არის სხვათა შორის ამას აინტერესებს რაღაცა შეიძლება ეზოტერიკა, ახალი ცოდნა. შეიძლება ფიქრობს რამე ახალ სამსახურზე. შეიძლება ფიქრობთ, რომ ურუმი და განდაგელი აი ეგ ენერგია არის, როცა ადამიანი არის, როგორ იცით, ანუ უცნაური შეიძლება იყოს, შეიძლება აი ეგ ესეთი ტიპაჟები არიან, როცა ანუ ვერ გაიგებ რას ფიქრობს ვაფშე ეს ადამიანი დაუშვათ და ქცევაც ისეთი აქვს, რომ ანუ არ გეუბნება შეიძლება თავის გეგმებზე თქვენ. ჩვენ ახლა ვკითხავთ მაგის გეგმებზე ყველაფერს. აი მოდით ვნახოთ, თუ დაუშვოთ თქვენ ახლა მივხვდეთ კიდე წამოვა მე სიგნიფიკაცია. ახლა სიგნიფიკაცია რა არის? ანუ ეს ინფორმაცია მაგაზე უეჭველი ახლა ჩვენ კითხები მაქვს მზადებული. მოდით ასე გავაკეთოთ. ეს იყოს და მე კიდე უფრო გაიგე, რამდენიმე დასტა მოვამზადე ახლა. აი ახლა მინდა ნახო, იცით როგორ არის, აი პირველი, ანუ თქვენ ახლა რადგან წამოვიდა რამდენიმე დასტა, ასე გავაკეთოთ ჩვენ. ახლა ნახოთ, ვინა ხართ თქვენ ახლა მისთვის, ახლა ამჟამად და რამდენად თქვენ ხართ მისთვის მნიშვნელოვანი. მოდით აი ასე ვთქვათ. რამდენად ხართ თქვენ მისთვის მნიშვნელოვანი. Так, ეს იყოს ასე. აი ესეც ავიღოთ, მაშინ ამით. როგორ ხედავთ თქვენ ურთიერთობას ადრე, ნახოთ. და როგორ ხედავს თქვენ ურთიერთობას ახლა. აი ეს იყოს ასე. კიდევ ვკითხოთ ახლა ჩვენ როგორ უნდა რომ იყოს ეს ურთიერთობა, აი ასე. როგორი ურთიერთობა უნდა, როგორი იყოს. შემდეგ ვკითხოთ მისი გეგმები. აი ესე გავაკეთოთ ჩვენ ახლა. თქვენზე, თქვენს ურთიერთობაზე გეგმები ვკითხოთ. მისი გეგმები.
ავიღოთ კითხოს ჩვენ კიდე არის თუ არა მზად ეგ საერთოდ სერიოზული ურთიერთობისთვის. აიღებს თუ არა პასუხისმგებლობა ამ ურთიერთობაზე, ნუ მისი ხო ეკუთვნის რაღაცა. და მერე ვკითხოთ ჩვენ აი ასე მისი ანუ რა შედეგი მოდით, აი რა უნდა ელოდოთ თქვენ მაგ ყველაფრიდან ახლა მინიმალური შედეგი და მაქსიმალური შედეგი. აი ასე. всё, ნახოთ ახლა ჩვენ რას გვეტყვიან. დავიწყოთ ახლა. ანუ ახლა თქვენ ამჟამად ვინა ხარ მისთვის და რამდენად მნიშვნელოვანი ხართ. მნიშვნელოვანი ხართ, იმიტომ რომ თქვენ ხართ ის ადამიანი, თქვენ ხართ ის ენერგია, რომელიც მას ამოძრავებს. პლუს კიდე ნახეთ, თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც აი ნახეთ, შეხედეთ, საერთოდ აი მარტო მაგისთვის კი არა, ეს რას თulis იცით, რომ აქ ნახეთ ეს თვითონ ეს პიროვნება და აქ ხალხი, რომელიც მას უყურებს. კი, ხართ, ნახეთ, აქაც სექსიანი იყო თქვენ სიგნიფიკაციაზე, რომ თქვენ ხართ ახლა ესეთი ძალიან მოქმედი ადამიანი, აქაც იგივეა. ანუ ისიც ხედავს, რომ თქვენ წარმატებისკენ ხარ მიესწრაფებით, თქვენ საერთოდ წარმატებული ტიპი ხართ და თქვენ არ გეშინი, აი რისკიანი ხართ, გაიგეთ? და მისთვის რამდენად მნიშვნელოვანი ხარ? კი, მნიშვნელოვანი ხართ, იმიტომ რომ აი თითქოს თქვენი მაგალითით მაგასში თქვენს აღვიძებს აი ამ სურვილებს, რომ რაღაცა იმოქმედოს მაგანაც, გაიგეთ? ანუ მაგალითი ხართ თქვენ მაგისთვის. так, მოიცადეთ, ეხლა კიდევ ნახოთ, რას ხედავდა ადრე, როგორ ხედავდა თქვენ ურთიერთობას. ნუ სხვათა შორის გეტყვით როგორ ხედავდა და ანუ რომ მე გავაკეთე სწორი არჩევანი. ეს იყო როგორ იცი, მე გავაკეთე, ეს მისი არჩევანია. მე ადრეს მithქვამს თქვენთვის, რომ ამა კაცებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან აფასებენ ეგენი თავის არჩევანს. აქ არის, რა თქმა უნდა, სიყვარული და სხვათა შორის როგორ ხედავდა, აი ძალიან ერთმანეთს თითქოს გავხართ. ესეც არის აი აქ. იმიტომ რომ ეს ახლა როგორ არის ძალიან საინტერესო დასტა, შეიძლება აჩვენებენ, აი როგორც აი ტყუპისალები რო არიან, ხო, ტყუპისალებს აქ გეტყვით თვისებები, რომ ზოგჯერ გავნან ერთმანეთს ფიზიკურადაც. ან თვისებებით სულ მცირე რა. აი თითქოს გიყურებ შენ, მაგრამ ჩემს თავს ვხედავ. შეიძლება თქვა საერთო გემოვნება, გინდათ ჩაცმულობაში, გინდათ აი ყვებაში, ანუ გინდათ ქცევებში, გინდათ ინტერესებში, რაღაცას ეს ხედავდა იმას, რომ ანუ შენ გიყურებ, მაგრამ ჩემ თავს ვხედავ. აი ეს ნუ ეხლა მე არ ვიცი რამდენად იცის, მაგრამ ეხლა ეს ტყუპების ალები თუ რაც არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ეს ასე ფიქრო, ნუ ეს მაგისთვის აი ესეთი მნიშვნელობა კი ბატონო გქონდა ძალიან და იმიტომ რომ მაღალი არკანიდან არის, ხო? შემდეგი, ეხლა როგორ ხედავს ამ ურთიერთობას? ეხლა. ნუ აი ეხლა ნახეთ რა ხდება. აი ახლა უკვე წავიდა ისეთი რა ქვია სიტუაციები, რომ შეიძლება გააქვთ თქვენ რაღაცა უთანხმოება, არ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ შეიძლება მენტალურადაც სხვა და სხვანაირები ხარ. ანუ რო დაგინახათ, მივხვდეთ რომ ეს არის ჩემი ქალია, დაუშვოთ, ხო? რაღაცა ძალიან ჩემია. მაგრამ ეხლა მენტალში გაქვთ თქვენ რაღაცა სხვაობა და როგორ უნდა რომ თქვენი ურთიერთობა უნდა მაგას მაინც ყველაფრის მიუხედავად რომ ეს ნახეთ აქ ვარსკვლავი ეხლაც არის და ნუ საერთოდ სამომავლოდაც უნდა რომ ეს ურთიერთობა განვითარდეს, რომ ხანძრივი დაუსრულებელი, იმიტომ რომ ხა ვარსკვლავი შორს არის, ხო? და ვარსკვლავისკენ შენ ახლა მიდიხარ, ხო? მიმართულება გაქვს აღებული და ეს მაგას პრინციპში ახლა უნდა რომ ეს იყოს ნახეთ აქ ახლა ვარსკვლავიდან ნახევრად წყალში, ნუ ეს არის ახლა რუსალკების ტარო და აქ ახლა ემოციებიც მინდა იყოს, ანუ განვითარებაც მინდა იყოს, იმიტომ რომ აი ეს მაინტერესებს ახლა ეს პოზიცია, ახლა რას ხედავ შენ აი აქ ისეც რომ ვთქვათ რაში გაქვთ თქვენ უთანხმოება, მოდით ასე ვკითხოთ. განათლებაში, კი ბატონო, ნახეთ ახლა გეტყვით მე თქვენ. კი.
თქვენ ხართ პერსონა, რომელიც სულ ვითარდება, ადამიანი, რომელიც სულ ვითარდება და ვითარდება, იმიტომ რომ თან თქვენ ხართ როგორი ადამიანი, იცით, რომ კიდე იმის აი სულ ცდილობთ, ნახეთ, იმიტომ გითხარით, აი აქ რაღაც ეს რვიანი ხმალები სხვანაირად მუშაობს დღეს, რომ აი თითქოს აჩვენებს, რომ ადამიანი ცდილობს, იმიტომ რომ საერთოდ რვიანი ხმალების რა არის, როცა უკვე ადამიანმა უკვე ბევრი რაღაცა გამოცდილებაც აქვს, უკვე ჭკვიანი, ნაკითხი ადამიანი არის, უეჭველი, ეს უკვე იმისი მაჩვენებელია, მაგრამ აი კიდე უფრო მინდა წინსვლა, უფრო ანუ არ ჩერდება ეს ადამიანი და შეიძლება თქვენს თავსაც ეძებთ და უშოთ ან ცდილობთ, რომ კიდე რამეს უფრო მივაღწიო და თქვენ რო ხართ აი ესე წარმატებული და ეს რო ხედავს, რომ თქვენ წარმატებული ხართ, მნიშვნელოვანი ხართ, თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც მაგას აძლევს აი რაღაც აი ამ ბიძგებს, სულ ბიძგებს აძლევს და შეიძლება даже თქვენ ვერც ამჩნევთ, მაგრამ მისთვის ეს ასეა. რა, რო ხედავს, რომ თქვენ არ ნებდებით არაფრის წინაშე და აი აქ ახლა ცოტა ეხლა ხედავს, რომ თქვენში არის რა, თქვენ სულ მეცადი ნეობთ, შეიძლება რაღაცას სწავლობს, შეიძლება რაღაცას კითხულობს, შეიძლება რაღაცა ანუ უფრო განათლებაშიც მე ვეტყოდი, რომ ну შეიძლება სულ მცირე ერთი წიგნით მეტი გაქვს წაკითხული, ეს ვაფშე სულ ძალიან ისე რომ ვთქვათ, მაგრამ ისე ძალიან ძალიან განათლებული ქალი ხარ და სულ რაღაც აი ამას პრინციპში აი ამაში არის აი შეიძლება უთანხმოება და მე არ გამოვრიცხავ, შეიძლება თქვენ ამას რაღაცას ეუბნები, რომ მიდი წაიკითხე, მიდი განვითარდე, მიდი რაღაცა, ну ან რაღაცას არიგებთ დაუშვათ, ხო? აი ეს არის ამ წუთში ეს ხედავს იმას, რომ თქვენ გამოდიხართ უფრო მასწავლებლის როლში, იმიტომ რომ შეიძლება ხართ თქვენ თვითონ ისეთ ენერგიებში, რომ იღებთ აი ამ დრო ხმალების დედოფალი უკვე როგორ არის, იცით, აი ну ეს ყოველ ეს ტვინი არის. ეს არის ტვინი, ტვინით მუშაობს უფრო ეს ადამიანი, პლუს კიდე განდეგილე სულ სწავლობს. ну ნახეთ, ახლა აგერ გოგო ზის და სულ წიგნები უჭირავს და სულ სწავლობს და სულ ესე რა ქვია, ну განდეგელი, ხო? მეხუთე ენერგია უკაცრავად. აქ უიჭველეთ თქვენ განათლებაში გაქვთ ძალიან დიდი სხვაობა. ну აი ეს არის რა. იმიტომ აქ ნახეთ რა ხდება რა ენერგია, რო გითხარით თქვენ, რომ ეს ადამიანი თითქმის, აი თითქოს როგორ არის, იცით, თან ეწინააღმდეგება ამ ინფორმაციებს და რაღაცებს, რაც ახლა რაღაც უნდა რომ რაღაცა ესწავლოს, მაგრამ აქ მაგისტრის ახლა ყურუმი ეს არის საკრალური ცოდნა, ეს არის ახალი რაღაცა ცოდნა, გაიგეთ? ანუ თან პლუს კიდე მაინც მეორე ენერგია ეს ცოტა მერყევე, თან უნდა, თან ეწინააღმდეგება, თან ხვდება, რომ რაღაცა უნდა ვისწავლო მე ახალი და უფრო რაღაცა უნდა მოიმატოს, თქვათ, ჩემი განათლება, გაიგეთ? ну აქ რაღაც ძალიან ესეთი თემები არის რა. ну პრინციპში მე არ მეკვირს, იმიტომ რომ ჩემთან უმრავლესობა მე აი როგორც ვუყურებ, რჩებიან ჩემთან არხზე მხოლოდ ადამიანები, ვისაც უნდა ეს განვითარება, ვისაც უნდა თავისი ცხოვრების გაუმჯობესება და ადამიანები, რომელიც ფიქრობს მხოლოდ იმ თემებზე, ჯადოები და რაღაცა უაზროებები, ხო? არ თავის ცხოვრებაზე არ ფიქრობ, ეგენი ვერ შემოვლენ აქ ჩემს სივრცეში, იმიტომ რომ ჯერ სუფთა სივრცე მაქვს, ეს არის ახლა ამ წუთში ის თქმა იმათ ასე წოდებულ ეზოტერიკოსებს, რომელიცაც უჭირს ჩემი მოსმენა და ძალიან მიხარია, რომ გიჭირთ, იმიტომ რომ ეს სუფთა ენერგია მაქვს და იმიტომაც არ გიშვებენ ჩემამდე, რომ იცოდეთ. ეს ცოტა რაღაცა მესიჯი მივიღე და პასუხს ვაძლევ იმათ, ვინც ნახავს ასე წოდებული შავი ეზოტერიკები. და აი აქ არის როგორი ენერგია, იმიტომ რომ აქაც ადამიანი ტრიალებს, რომ აი მინდა სუფთა ენერგიებში, სუფთა, ვარსკვლავის სუფთა ენერგია, გაიგეთ რა ხდება? და ამ ადამიანსაც უნდა აქ ყოფნა, იმიტომ რომ ნამდვილად უნდა რომ ეს ურთიერთობა არ დასრულდეს, უფრო და უფრო იყოს რა. გეგმები ვნახოთ ახლა მისი თქვენზე, თქვენსა და თქვენს ურთიერთობაზე. გეგმები, ну ამას იცით რა არის, რაღაცა აწუხებს, მოდით ვკითხოთ ახლა სადღაც რა გეგმები აქვს თქვენზე. აბა რასთან დაკავშირებით ახლა ეს გაქვს შენ მითხარე, რა გეგმები გაქვს?
ნახეთ ახლა, რა თქმა უნდა, ამას აქვს, როგორ იცით, მე უბრალოდ ახლა რვიანი თასების აქ ცოტა ისეთი ნაჩვენები არის, როცა ადამიანი არის, ცოტა შავი ენერგია, შავი რა არის, აი მუქი, შავი არა. გეგმები რა არის? მაგას უნდათ აქ სხვაობა შეიძლება სხვათა შორის გქონდეთ თქვენ ასაკში რო იცოდეთ რა. ამ ადამიანს ნამდვილად თასების დედოფალი თასების რაინდი. თან აქ სხვანაირი რაინდი არა, როგორც ჩვენ კლასიკაში ვკითხულობთ, ორაკული არის, ეს ჩემი მოსწავლების საყურადღებოდ. აქ არის როგორი მომენტი, ამ ადამიანს უნდა რა ეს ურთიერთობა და უნდა ბედნიერები იყოს თქვენ ამ ურთიერთობაში სხვათა შორის, ძალიან უნდა და ეს გეგმები აქ მაგას სხვათა შორის, აი უფრო იცით რა არის? ყრუმის ენერგია, ეს არის უფრო ქალის ენერგია, გაიგეთ რა ხდება და ეხლა აი ასეთ ენერგიაში არის, აი даже შეიძლება რაღაცა ინტერესიც აქვს ამ ადამიანს რა. და სხვათა შორის ეს ადამიანი აი აქ მიდის რაღაცა სამყაროს წინააღმდეგ, რო იცოდეთ თქვენ. იმიტომ რომ აქ თუ დაუშვათ ეს სხვაობა არის, ხო? აქაც იეროფანტი, ეგაც სხვაობა, სხვანაირი უფრო ჭკვიანი, ან უფრო დიდია. გაიგეთ, რაღაც უფრო გამოცდილი ადამიანი არის ჩემზე ბევრად, გაიგეთ? მაგრამ მაინც გული მიესწრაფება თქვენსკენ. მაინც თქვენთან უნდა მაგას აი იზიდავ თქვენი სილამაზე, თქვენი ემპათიით, თქვენი გაგებით, თქვენი იმით აი ცოდნით როგორ უნდა გასცეს სიყვარული, იმიტომ რომ დედოფალი ყოველთვის არის უკვე თავის ციქიაში იცის მართვა ამ ციქიეს, ხო? თუ ხმალების დედოფალი არის, მან იცის ჭკვიანურად როგორ უნდა თქვათ, თუნდაც შენიშნა რომ ისცეს, ხო? ან თუნდაც ეს განათლება თუ თქვათ გინდა რომ მიაწოდოს შენს პარტნიორს, უფრო თქვათ თუ გინდა უფრო მიიღოს, ანუ იცის როგორ უნდა უთხრათ. აქაც თასების დედოფალი, აქაც თასების დედოფალი. ნახეთ, ანუ უყვარხარ თქვენ ამ ადამიანს, უყვარხარ და ბედნიერება უნდა კი გეგმები აქ ნამდვილად უეჭველი მაგას თქვენთან კი არის. და სხვათა შორის კიდე როგორი მომენტი არის, იცით? შეიძლება იყოს როგორი სიტუაცია, აი დაუშვათ მაგას აქ გეგმები იმაზე, ან შეიძლება საბუთებს აგროვებს, ეგაც საჯარო გაშლა. ანუ დაუშვათ და უნდა წასვლა თქვათ სადმე, მაგრამ ვერ მიდის ეგ მარტო არ მინდა წასვლა, გაიგეთ? აქ ეგეთი რამე, იმიტომ რომ კიდევაც აი ეს ანუ შეიძლება ფიქრობს რომ მისი განვითარება უფრო იყოს იქ, მაგრამ აი ეს მარტოობა აი ეწინააღმდეგ არ უნდა მარტოობა, გაიგეთ? თქვენს გარეშე ეგა აი წასვლა არსად არ უნდა. ამას даже შეიძლება თავის ნამდვილ აზრებს ეს მალავს. აი შეიძლება როგორი მომენტი იყოს, იცით? მთელი სამყარო რო დამიდგეს წინ, მე მაინც მის წინააღმდეგ წავალ. მე არ მისცემ უფლებას, გაიგეთ? აი რომ ვინმე ჩაერიოს აი აქ, იმიტომ რომ ეს პრინციპში აქ ვითარდება თქვენთან, ვითარდება. ნელა თუ ჩქარ, ანუ ყოველ შემთხვევაში იცის, მაგრამ რომ თქვენ გაქვთ იმისი ძალა, რომ თქვენ შეგიძლიათ ამას მისცეთ წინსვლა. გაიგეთ რა ხდება და ამიტომ გეგმაშიც ეს არის, რომ თქვენთან წასვლა თუ იქნება თქვენთან ერთად, თუ დაუშვათ ახლა განვითარება იცის, რომ თქვენგან მიიღებს ამ განვითარებას, ყოველ შემთხვევაში აქ გეგმა რომ თქვენთან ერთად იყოს, გაიგეთ? აი ესეთი რამე. ხო რა, ეგეთი რამე. კარგით ნახოთ, აბა არის თუ არა მზად ეგ სერიოზული ურთიერთობისთვის. იცით რა არის? კი, პრინციპში შემიძლია კი, ამაზე ბევრს ფიქრობს ეს ადამიანი და მზად არის. აი აქ მზად ყოფნა არის, უეჭველი არის. მაგრამ აიღებს თუ არა ამ ეცდება. იცით რა არის, მაქსიმალურად შეეცდება ეს ადამიანი, კი. უბრალოდ როგორი მომენტი არის, აი ხო გითხარით, აქ ან სხვაობა ასაკში გაქვთ, ან ცხოვრების გამოცდილებაში გაქვთ, იმიტომ რომ ზოგჯერ პატარა გოგო არის და უფრო იმდენი სიბრძნე აქვს, რომ გაოცდები და ან ხო გეუბნებით, რაღაცის სხვაობა გაქვთ, თქვენ აქ უეჭველი. შეიძლება სხვათა შორის რელიგია. აი აქ განათლებაში ხო თქვი რომ თქვა დაიძაბა რელიგია, იყოს სხვაობა, აი განათლება, თუნდაც ახლა
მენტალიტეტიც შეიძლება იყოს, იმიტომ რომ აი ну, როგორც გითხარით, სხვანაირები გაქვთ ეს სხვაობა, მაგრამ ამ დროს ეს იზიდავს კიდევაც ამას რა. იმიტომ რომ პრინციპში სექსუალური ენერგიაც, ანუ თქვენი ეს შეიძლება წარმატებები და ყველაფერი, ხო, კიდე უფრო იზიდავს ამას რა. იზიდავს, არა ძალიან ლამაზი გოგო ხართ, პლუს კიდე ახლა მაგისტრის ყოველ შემთხვევაში სულ მცირე რა. იმიტომ რომ ვარსკვლავად როცა აჩვენებს, კიდე ვარსკვლავად ან ცნობილი გოგო ხართ დაუშვათ, ან თქვათ ახლა, ну, ჩან ხართ, მოდით ასე თქვა და იზიდავთ თქვენი ენერგიით, იმიტომ რომ ვარსკვლავის ენერგია ყოველთვის, აი даже შეიძლება, რა ვიცი, რა გითხრათ, ანუ ეს შინაგანი რაღაცა მიზიდულება აქვს ამ ადამიანს, აი ეგეთი თემა არის და უნდა ამას ხა და აიღებს კიდევაც. უბრალოდ ხო გეუბნებით რომ ამან ბევრი რაღაცა კიდე უნდა ისწავლოს, მაგრამ რითიც შეუძლია, რანაირადაც შეუძლია, კი ბატონო, ნამდვილად აიღებს პასუხისმგებლობას ამ ურთიერთობაში. უბრალოდ გეუბნებით, აი ეს თქვენი კი, იცით რა არის, ახლა პრინციპში ეს ადამიანი მზად არის ყველაფერი გააკეთოს ამ სიყვარულისთვის. უბრალოდ აქ გეუბნებით რომ აი რაღაცას ელოდება, ან კარგ სამსახურს, ან აი ძალიან რა არის, იცით, სიყვარული კი აქვს ამ ადამიანს, მაგრამ აი ფინანსებში როგორი ტიპი არის, ეთყობა უჭირს მაგას რაღაცა განვითარება, მაგრამ ელოდება, ну, მე ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, ეს უკვე მეც უამრავი რამე წაკითხულიც მაქვს და ისედაც კონსულტაციების მერე გავაკეთე, ესეთი დასკვნა, რომ საერთოდ ახლა ქალი, სული როცა მოდის ქალის სხეულში, ის უფრო ვითარდება და პარტნიორები ჩვენ გვეძლევიან იმისთვის, რომ ჩვენ ვიძგი მოგცენ, ხო? ამისკენ და მაგრამ რა თქმა უნდა, ხა ბიჭებიც კი ერთგან ახლა ერთ ადგილზე, მაგრამ ზოგი არის ისეთი, რომ ჩქარა რაღაცებს, ну, აკეთებს და ზოგს დროს ჭირდება და ეს ცოტა ისეთი ტიპი არის, რომ აი სიყვარულით სავსე გული აქვს ამას, იმიტომ რომ თასების აქ არის ტუზე. სიყვარულის აქ, მაგრამ უნდა მაქსიმალურად ყველანაირად ყველაფერი რომ გააკეთოს, ხო? აიღოს ეს პასუხისმგებლობა, მაგრამ უბრალოდ აი დაგდაჟე რა მომდის, იცით? აი რომ მზად ვარ დავბერდი შენს გვერდით, მაგრამ აი ეს არის, რომ უბრალოდ შეიძლება არ ვიცი რა გავაკეთო, ну, აი ესეთი სიტუაცია რაღაცა საინტერესო გაშლა ძალიან, მაგრამ აი თითქოს ზოგჯერ აი ოცნებებიც აქვს, გეგმებიც აქვს, მაგრამ აქაც პაჟი იყო გვერდხების, აქ ახლა ორიანი არის გვერდხების. ანუ ეს როგორი თემა? მე მინდა, მე ვცდილობ, მაგრამ მე ვეძებ, მე მინდა რომ რაღაცა შეიცვალოს, მე მინდა რაღაცა ცოდნაც, მაგრამ აი ეს პენტაკლების ენერგია, ეს მოლოდინი, ანუ არა, ვერა. გაიგეთ რაღაცა უფრო დიდხან მეტი დრო სჭირდება ადამიანს. ნუ აქ არ არის ესეთი ტიპაჟი, რომ რო თქვათ, ახლა თქვენსავით, რომ თქვენ უფრო სწრაფი ხართ, უფრო მალე მიდიხართ, ან უფრო მეტი გამოცდილება გაქვს. აი ამას ახლა კი სურვილიც აქვს, მზაც არის, რაზე ელაპარაკე, მაგრამ აი ცოტა რაღაცა მომენტები აქვს, რომ არის ну, იმიტომ გეუბნეთ, ან დიდი სხვაობა გაქვთ თქვენ, ხო? ან არის აი, ну, ასაკში რა, იმიტომ რომ თქვენ უფრო გამოცდილება გაქვთ, ვიდრე მას. მაგრამ გრძნობა აქვს თქვენს მიმართ ძალიან აი სუფთა რაღაცნაირად აი მინდა რომ აი მწყური ხარ რაღაც, გაიგეთ, ეგეთი მომენტი არის და და ნახოთ აბა რა მინიმუმი შეიძლება თქვათ მიიღოთ ამ ურთიერთობიდან დავუშვათ, ხო, მე ისე გწევდი. ну, მინიმუმი ეს არის, რომ ნელი განვითარება, ეს ხანძლივი ურთიერთობა, ანუ წინათ რაც ახლა ვთქვი მე, ეს არის. აი ეს არის პენტაკლების აქ არის რაინდე. იმიტომ რომ კი, მინიმუმი ის იქნება, რომ ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ცხენზე ზის, ხო, ეს ცხენიდან ახლა მოძრაობაშია. ამიტომ ახლა მინიმუმ იქნება განვითარება, იქნება სტაბილური ურთიერთობა, ის შეიცდება მაქსიმალურად შეიცდება. და მაქსიმუმ, ну, მაქსიმუმ, აბა მანახეთ ეს მაქსიმუმი ჯერა რაღაც საინტერესო მაქსიმუმი გვაქვს ჩვენ. მაქსიმუმ რა? დაფიქრდება თავის ცხოვრებაზე, ოკეი, იმაზე რომ დროა უკვე მაქსიმუმ.
იცით რა გეტყვით მე თქვენ, აქ მოვა რაღაცა დრო, ნახეთ ეს ხო ნელა ვიტარდება, ნელა, ეს მინიმუმი გვაქვს ჩვენ, ხო? ანუ ვითარდება ნელა, მაგრამ ნახეთ მაქსიმუმ მოვა რაღაცა დრო, ან პერიოდი, ან სიტუაცია მის ცხოვრებაში, რომელიც მას აი ქარიშხალივით აი ასე დაატრიალებს და იტყვის რომ ბოლოს და ბოლოს დაიჭე ამას ხათა შორის ნახათ გეტყვით ახლა როცა ადამიანს აგდებენ ესეთ ენერგიაში აი არის აი ეს მეხუთე ენერგია ხო? აქ ახლა მეოთხე ჯერ ენერგია. ანუ დასების. როცა ადამიანი თქვათ ახლა ნუ რაღაცა პერიოდი შეიძლება თქვათ არის არ უფიქრდება სერიოზულად თქვათ მომავალზე, ან თქვათ ფინანსები, ან განვითარება, ნუ რაღაცაზე, ხო? არის რაღაც პერიოდი. ეს არის მეორე, მესამე ენერგია, ვიცით ჩვენ, ხო? მაგრამ მე გადადის ადამიანი უკვე მეოთხე ენერგიაში რომ გადადის, აქ უკვე უფიქრდება რომ თურმე არც არა, ნუ ეხლა როდემდე ეს გართობები და ეს მეგობრები და ეს რაღაცა აი არასერიოზული მიდგომა, ხო, ეს ბავშვური ენერგიები, რაც ჩვენ აქ დავინახეთ, არ მოგიტანს არაფერს კარგს. და მე უკვე აგდებს ბედი ისეთ ენერგიაში ადამიანს, რომ თუნდაც აი ოდნავადაც რო ფიქრობს ადამიანი როგორ შემიძლია გავაუმჯობესოს ეს ჩემი ცხოვრება, აგდებენ ისეთ ენერგიებში, რომ აი თითქოს აი რაღაცა ნუ შანს მაინც გაძლევენ. აი აქაც არის სამყარო გაძლევს შანს, ბედი აძლევს შანს, რომ რაღაცა შეიცვალოს მის ცხოვრებაში, რაღაცა შანს მისცემენ. ეს უეჭველი, იმიტომ რომ ამას უნდა ეს განვითარება შეიძლება თქვენ ამას ვერ ხედავდეთ, იმიტომ რომ აქ არის აი ნელა და პატარ-პატარა ანუ დოზირებულად იღებს თქვენგან დაუშვათ იმ ენერგიას, რომელიც აძლევს მაგას საშუალებას, რომ წინსვლა კონდეს, იმიტომ რომ უფრო რაღაც ეწინააღმდეგება ამ ყველაფერს ეს ბიჭი, მაგრამ აქ აქ პაჟები, აქ ასწავლის ამას, ბედი ასწავლის, კი? მაქსიმუმ. და რას მიიღებს? კიდე აქ ვარსკვლავი. გოგოებო, აქ გეუბნებით, ნახეთ რა ხდება თქვენს პარტნიორზე. მაქსიმალურად აი ეს სიყვარული სულ აი რამდენი ერთი და იგივე კარტი გამოდის, ნახეთ. ეს სიტუაცია, ამას მიეცემა შანსი. შეიძლება აქ აი მისმა ეგეთმა ბავშვურმა სიტუაციამ აქაც ყურუმი, აქაც ყურუმი. იბრძოლებს. გოგოებო, აქ შეიძლება ისეთ დონეზე დააჯინონ, ეგა ისეთ ნოლზე, ისეთ სირთულეებში შეიყვანებენ, რომ ამას ისეთი შიში ექნება, რომ ეს ურთიერთობა დამთავრდება, აი ამას აიძულებენ გეფიცებით, რომ რაღაცა დაიწყოს, რაღაცა ისწავლოს, რაღაცა ბოლოს და ბოლოს, რომ ის რა ქვია, გამოვიდეს ამ ენერგიებიდან, გაიხსნება აქ მაგისი გზა, ხო მართალი ვარ? კი. გზა, მე ვერ გეტყვით თქვენ რომ აქ ახლა მოხდეს 2-3 თვეში. აქ დასჭირდება მაგას დრო. დრო იქნება საკმაოდ დიდი. იმისთვის რომ ამ ადამიანმა რომ გაიზარდოს, მოდით ასე ვთქვათ რა. რომ გაიზარდოს, რომ გაიგოს, ანუ ფასი, თუნდაც აი გინდათ თქვენი ფასი, გინდათ საერთოდ ურთიერთობის ფასი. და მე რაღაცა მოხდება აქ ახლა სიტუაცია ისეთი, რომელიც მაგას აი დაანახებს რას იცით, ანუ თქვენს ფასს. და მე კი ბატონო. დრო სჭირდება, აქ დრო, აი რო გითხრათ რომ მაქსიმალურად ესე იგი ნახეთ, ურთიერთობა არ დასრულდება პრინციპში, მაგრამ იმისთვის რომ ამის ცხოვრებაში რამე შეიცვალოს, აქ საჭირო არის ბევრი დრო.
აქ პატარა დრო არ არის. თუ თქვენ გააქვთ, აი მოთმინება თუ გააქვთ თქვენ და შეგიძლიათ თქვათ მოითმინოთ კიდე და ეს თქვენ გჭირდებათ, ხო? და ეს მაშინ კი. კი. მოდით ახლა თქვენთვის ავიღოთ რჩევა. თქვენ გოგოებისთვის ავიღოთ რჩევა. რა უნდა გააკაი ამ სიტუაციაში თქვენთვის კარგი რა იქნება? მაყურებლისთვის მოდით ასე ვთქვათ. ნუ თქვენ რას გეუბნებიან? იცი თქვენ მაინც ახლა თქვენ აი ამ სიტუაციის გამო თქვენი არჩევანი იქნება ჯერ ერთ პირველ რიგში რა. მეორე კიდე აქ არის იმპერატრიცად მაჩვენებენ თქვენს თავს. თქვენზე იქნება დამოკიდებული. ისეთ აი თქვენ რაც თუ მოგინდებათ რომ დაუშვათ წასვლა ამ ურთიერთობიდან თქვენი ნება. თუ მოგინდებათ რომ თქვა ამ ადამიანთან გააგრძელოთ კომუნიკაცია, კი ბატონო, მაგრამ მე რატომღაც ვფიქრობ რომ აქ პრინციპში იცხოვრეთ თქვენი ცხოვრებით, განვითარდეთ, გაიზარდეთ. გაიგეთ, აი ეს არის რომ აქ ახლა არ არის ესეთი ენერგია რომ თქვენ ახლა უნდა იჯდეთ და თქვათ ახლა მასწავლებელივით მართა ამას თქვა თქვენი ცხოვრებას მიხედეთ, თქვენ ცხოვრების დინებას მიხედეთ და ანუ აი ნერვიულობა და რამე არა. აი ნუ არ ნერვიულოთ, თუ დაუშვათ თქვენ კიდევაც გეუბნებით მოგინდებათ მაგრამ აქ თქვენ თვითონაც არ გინდათ ასე რომ თქვა წასვლა რო უყურებ რა. ეს ეთყობა თქვენი ეგეთი, იცით რა არის, აი გზა თქვენს აბა დააკვირდეთ. ამ ურთიერთობაში თუ თქვენ გრძნობთ რომ თქვენს აი ამ ურთიერთობიდან იღებთ ბევრ რამეს, რაც თქვენ გაძლევთ განვითარებას, მაშინ შეგიძლიათ გააგრძელოთ, იმიტომ რომ მეექვსე ენერგიას ყოველთვის არჩევანი. თქვენ თვითონ აირჩიეთ, გინდათ ეს დააბალანსეთ თუნდაც, გაიგეთ? ანუ თქვენს თავს ნუ უღალატებთ, მოდით ასე ვთქვათ რა. თქვენ როგორც გინდათ, ისე გააკეთეთ. აი ეს, აი კი ბატონო. თქვენ როგორც გინდათ, თქვენი ბედნიერების ეს რაც იქნება კარგი, აი ესე მოიგეცეთ რა. აი ესე მოიგეცეთ. აი ეს არის რჩევა თქვენთვის. კი. კი. მთავარია რომ აქ შანსი ყოველთვის გექნებათ. აქ ანუ თუ თქვენ დაუშვათ გეშინიათ რომ აი დაუშვათ ამას რომ მივატოვებ და სიყვარული არა. სიყვარულიც გექნება და ყველაფერიც. აქ მთავარი არ ენერვიულოთ, არ შეგეშინდეთ, არაფერი საკმაოდ ჭკვიანი ადამიანი ხართ, ნუ თქვენ ახლა აქედან ეთყობა იღებთ რაღაცა ცოდნას, იცით, აი განვითარება მიდის, აი ეს გაკვეთილები და რაღაცებს, რასაც გადიხართ ამ ადამიანისგან, იმიტომ რომ იეროფანტი არის აქ, გაიგეთ, რომ თქვენ უკვე გამოხვედით ისეთი სიტუაცია, აი თქვათ რომ ნერვიულობდით და თქვენ არა, თქვენ გამოხვედით, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ესეც გამოიყვანოთ. მაგრამ არა ის რომ თქვენთვის ეს იყოს დაუშვათ ანუ მავნებელის. მიხვდით? აი ეს არის, კი. თქვენ როგორც გინდა, თქვენ დაფიქრდეთ თქვენ თვითონ და თქვენ უნდა მიიღოთ ის, აი კიდე მაჩვენებენ, დაფიქრდე კარგად, შენთვის რაც არის კარგი, აი ეს გააკეთე. კი. შენ გააკეთე. იმიტომ რომ რა არის, იცით, აქ ხა თქვენ ყველა ნებისმიერ სიტუაციაში გააქვთ იმისი შანსი, რომ თქვენ აი მარტო დაუშვათ, ხა თუ გეშინიათ სიტყვაზე, აი მარტო მე ხო არ დავრჩები ზოგს აქ ეგეთი რაღაც მომენტები. არა. არა. всё, ჩემო ლამაზებო, მე მგონი ახლა ბევრი გველაპარაკეთ დღეს ახლა. ჩვენი ფსიქოლოგიის წიგნები, ხო? მე გისურვებთ როგორც ყოველთვის სიხარულს, ბედნიერებას და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.